დღეს 29 აპრილს მსოფლიო აღნიშნავს ცეკვის საერთაშორისო დღეს და როცა ჩვენ საუბრობთ ამ თემაზე და ვეხებით ცეკვას, არ შეიძლება რომ არ გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებმაც მართლაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს ხო ხელოვნების ამ დარგს და მრავალი წელია მოვაწეობენ ამ ხელოვნებაში. დღეს ცეკვის საერთაშორისო დღეს ჩვენ განსაკუთრებული სტუმარი გვყავს, რომელიც არამხოლოდ თაობებს ზრდის, მე ვიტყოდი რომ ცეკვის სიყვარულს გადასცემს პატარებს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და მე ძალიან დიდი სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენ დღევანდელი სტუმარი, მოცეკვავე, პედაგოგი, მსახიობი, საბალეტო სტუდიის ხელმძღვანელი ქალბატონი მაკა მახარაძე, რომელიც ჩვენთან ერთად არის და დიდი მადლობა რომ დილიდან ჩვენთან მოგბრძანდით. მადლობა. დილამშვიდობისა და გილოცავთ მადლობა. აი თქვენს პროფესიულ დღესასწაულს. ქალბატონ მაკა, დღეს დილიდან გავაცანით ჩვენს მაყურებელს წლევანდელი ცეკვის საერთაშორისო დღის გზავნილი, ასე ვთქვათ, სადაც ნათქვამია რომ ცეკვა არის ერთგვარი წამალი სულის განსაკურნებლად. აი თქვენი აზრით მაინტერესებს, რამდენად ეთანხმებით ამ გზავნილს და თქვენთვის რა არის ცეკვა, მოდით აი ესე ვთქვათ. ყველაფერი, ჩემთვის ყველაფერი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რა ვიცი, რაც თავი მახსოვს, ვოცნებობდი. გოგოები, მე მგონი თითქმის ყველა ოცნებობს. ყველა ხო. იმიტომ რომ მოსწონთ ეს სამოსი, მოსწონთ მუსიკა და ბევრი კიდე რამ სხვა. ჩვენი სტუდია არ არის პროფესიული, არის სამოყვარულო. მაინც ზუსტად ვაყვარებთ ხელოვნებას, საერთოდ მუსიკას, ესმით, რა სპექტაკლებიც კეთდება ჩვენი. აგერ საოცარი სტუმრები ყავს კიდევ მათ ნაწილზეც გადავალთ აუცილებლად. მალე დაუბრუნდი. მიუხედავთ ამ სტუმრებს. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჩვენ გქონდა ახლა სპექტაკლი კონკია. უკვე ზუსტად 20 წლის არის ეს სპექტაკლი 2006-ში დავდგი და ვიმეორებთ, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ საინტერესო კი არა, პროკოფიევს როგორც აქ დაწერილი მუსიკა, იქ არის არაფერ შუაშია, მოდი ასე ვთქვათ, წელიწადის დრონი. ალბათ საჭირო იყო კლასიკური ელემენტები და ახლა რასაც ნახავთ, ეს არის წელიწადის დრონის ნაწილი, როგორც ხედავთ, ერთი არის გაზაფხული ყაყაჩო, მეორე შემოდგომა. ქალბატონო მაკა, 29 აპრილი შეიქმნა იმისათვის, დაწესდა იმისათვის, რომ საზღვრები მოშლილიყო აი ამ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის. პირადად თქვენ როდის იგრძნით, რომ ცეკვა არის ის უნივერსალური გამოვლინება ხელოვნებისა, რომელსაც არც თარჯიმა იჭირდება და არც არავინ არ ჭირდება. ენის ცოდნას ალბათ ბავშვობიდან. თავიდანვე, ბავშვობიდან ჯერთი სახლში და ოჯახშიც იყო კულტი ბალეტის. აი ბაუერი, როცა ახლა საუბრობდით, იყო მამაჩემის პედაგოგი, იმიტომ რომ დამთავრებული ჰქონდა საბალეტო სკოლა. და მისი ქალბატონი მარუსა, ეძახდნენ თეთე მარუსა. სხვათა შორის დალი ერთ-ერთი ახალი წელი შეხვედრა მომიწია მეტეხი შერატონ პალასში, ეს მაშინ როდესაც აი ზუდენობა და მაშინ ნახე როგორ შეასრულეს მამამ და შვილმა მაზურკა ბატონმა კოტომ და ქალბატონმა. კი არ მახსოვდა. ეს იყო кайხმის წინ, მაგრამ ეს იყო საოცრება, როდესაც მამაშვილი ცეკვავდა მაზურკას. ქალბატონო მაკა, თქვენ აი თაობები გყავთ უკვე გაზრდილი, რა თქმა უნდა და აი წლების განმავლობაში რას ხედავთ? აი რა ცვლილებები მიმდინარეობს თაობაში? იცი რა, ახლა ცოტა ძნელი სათქმელია, მაგრამ ქუჩაში რომ ხდებიან, შეატყობ. ხო. რომ რაღაცნაირი სხვანაირები არიან. ეს ასეა, ამ ვარჯიშებით, ამ ცეკვით. მე მგონია დიდრდება მათი სულიერი ცხოვრება, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ამას აღიქვამენ ყველაფერს თავისიანად მუსიკას. ხატორი აქ რა მხატვრები გვყავს და რა მხატვარი ეს ანა კალატოზიშვილის კოსტიუმებია ახლა კონკრეტულად და რომელსაც ნახავთ ცოტა ხანში აუცილებლად დაგველოდეთ. ძალიან რა ვიცი, მე მგონია შემიძლია ვთქვა, რომ კარგი საქმეა.
აი წლებთან ერთად იხვეწება ხო ალბათ ის სირთულე, ასე ვთქვათ, ილეთების, შესრულების. მოდით, ნუ ტექნიკურ მხარეს რო შევხედოთ, ასე ვთქვათ, გასაგები როგორც აი სპორტის სხვადასხვა სახეობაშიც იხვეწება და უმჯობესდება, ასევე ალბათ ამ დარგშიც, მაგრამ სულ მაინტერესებს რა იცით, რომ აი ის ერთეული მოცეკვავეები, რომლებსაც ვხედავთ და რომლებითაც აღფრთოვანებულები ვრჩებით, ხო, მათი შესრულებით იქ, მათი აი ჰარმონიულობით თუ რაღაცა ჰაეროვნებით თუ აი რა დავარქვა, არ ვიცი, ხო? აი ეს მთელი სულის ნაწილი, რომელიც აი ეს მაინც ღვთისგან ბოძებული ნიჭია, რომელიც ერთეულების ხვედრია, თუ შეიძლება რაღაცნაირად ამ ნიჭად თუ არ გადააკვდები ზეთ. ხო. აი ეს პირდაპირ შემიძლია თქვა. ეს არის ურთულესი პროფესია. თქვენი პირველი განცდები თუ გახსოვთ, აი პირველი გამოსვლა მაყურებლის წინაშე. მე რამდენი წლის წინ იყო. მაგრამ ის ემოცია არ გახსოვთ? ემოცია როგორ არ მახსოვს? კი ბატონო. ვიცი რა, სასწავლებლის ემოცია რომ სოლოდ გავედი სცენაზე, ეს ერთია და როცა უკვე თეატრში ვიყავი, ისე მოხდა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტია იყო დონ კიხოტში ქუჩის მოცეკვავე ქალი. და ისე დაემთხვა, რომ ჩამოსული იყვნენ უნიკალური მოცეკვავეები, ვასილიევი და მაქსიმოვა ცოლქმარი და საოცარი ბალეტის მსახიობები, საოცარი. აი მთელი მსოფლიო მოიარეს და მათ წინაშე ყველა ქეციყრი და მე მომიწია ამ სპექტაკლში მათთან არ ცეკვავდი ერთად, მაგრამ ეს გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა. ხო და ნუ ეხლა ყოველი სცენაზე გამოსვლა ძალიან ემოციურია. და დასამახსოვრებელია. დასამახსოვრებელი უნდა გახვიდე განსაკუთრებით რო გტკიოდეს, სიცხე რო გქონდეს, ყველაფერი გადის, ხრება. გაბატონო მაგა ქართული ქორეოგრაფია, ქართული საბალეტო ხელოვნება ყოველთვის რაღაცა განსაკუთრებული იყო სხვა დანარჩენებისაგან. იცით, რუსეთში მომიწია კარგახნის ყოფნა არა პეტერბურგში და არა მოსკოვში, პერმში. სადაც ერთ ოჯახში მოხდი. და ამ ოჯახის ბებია ყოფილი მოცეკვავე და მე ვნახე რომ კედელზე ეკიდათ უჩა ჯაფარიძის მიერ შესრულებული ვახტანგ ჭაბუკიანის პორტრეტი და იცით მე ჩვენ კი ვიცითო შენ თუ იცი აი რა არის ის განსაკუთრებული რაღაცა მარცვალი რაც ქართულ ქორეოგრაფიას გამოარჩევს ყველა დანარჩენისაგან შველის იმიტომ რომ განსაკუთრებით ბიჭებისთვის ისინი ახლა მაგალითად ხედავთ გარკვევით აი ჩვენ თვალწინ არის გიორგი ფოცხიშვილი რომელიც არის საოცარი მოცეკვავე და როგორ ეტყობა რომ გამოვლილია ქართული ცეკვის გელოდის შვილიშვილი და აკვანი იქ დაარწიეს მისი ძმაც ახლა უკვე ამთავრებს დაამთავრა პრაქტიკულად მისი ბიძაშვილებიც აი მთელი ფოცხიშვილების არის მთელი მსოფლიო ბალეტი ახლა რაც არის ძალიან სასიხარულო განსაკუთრებით ბიჭებისთვის არის ეს საოცრება ეს აი რაც აქვს გიორგის აი დუხს როცა ეკავს არ არის უბრალოდ მოძრაობებს აკეთებდეს და კარგად აკეთებს დაფრინავს ხო აი წეღანდაზე აი დაფრინავს და თუ ტრიალს იწყებს ხო ვერ ჩერდება აი ალბათ ეს არის ეს განსაკუთრებული გენეტიკა ის რომ მე ფაქტიურად ოტელო ვეღარც არავინ ვერ იცება კი ვნახეთ ახლა შარშან ოტელო მაგრამ ეს ის ოტელო მე ვამბობდი რომ საერთოდ მე არავის არ მეკითხება არავინ არც ჩემთვის სულ ვამბობდი რომ ვერ იქნება სხვა შორის მომივიდა ასეთ შელაპარაკება ბატონ ალექსი მაჯავარიანის მეუღლესთან უნდა აღადგინონ პეტერბურგში იყო ეს ამბავი ოტელოს ატო არა ნუ აღარ არის არც ოტელო არც იაგო მე ვთხარი არავინ დეზდემონა კიდე მოინახებოდა კიკალიშვილს და ჯაბუკიანს მიშეცვლის ხო და არ გამოდის რა ძალიან საწყენია მაგრამ ის სხვა რამ იყო ჯაბუკიანი საერთოდ მოვლენა ეს რაღაცა
ალბათ მაკა იცით კიდევ რა არის საინტერესო ჩვენ ალბათ გვიყურებს ახლა ბევრი ისეთი ადამიანი რომელიც ფიქრობს დაკავდეს თუ არა მათი შვილები დაუშვათ აი ამ პროფესიით მესმის თქვენ აღნიშნეთ რომ ეს მართლა ძალიან ურთულესი პროფესიაა და მე მაინტერესებს აი როდის დგება ის მომენტი მე პირადად დავდიოდი ბალეტზე პირდაპირ გეტყვი და ჩემთვის ცოტა უფრო წამებასთან იყო დაკავშირებული ყველა ის ვარჯიში რომელიც იქ იყო შესაძლებელი და მე პრაქტიკულად მენტალურად ამას ვერ გავუძელი აი პირდაპირ გეტყვით. ალბათ ძლიერიც უნდა იყოს ადამიანი, ძალიან მოტივირებული და ძლიერი. და რას ურჩევდით მაინც? რას ურჩევდით და თუ არ საშუალო მონაცემები თუ აქვთ გამოცდის დროს, როცა მიღების მისაღებ გამოცდის, ხო? დიახ. მაგრამ მაინც უნდათ რომ შვილი იყოს იქ, არ შეიძლება ეს იყოს, იმიტომ რომ ურთულესია. ისიც თუ კარგი მონაცემები, კიდე როგორ წავა მისი ცხოვრება, გაუძლებს თუ არა ფიზიკურად ამას ყველაფერს. ძალიან ბევრი ის არის, მაგრამ ასე ვიტყოდი. ძალიან ბევრი. და მაგრამ თუ რჩებიან ამ პროფესიაში, მერე დგება ზუსტად ის მომენტი, როდესაც აი სულის განსაკურნებელ ბალზამად რომ მოიხსენიებენ ახლა, აი სწორედ ეს მომენტი დგება ალბათ, ხო? ხო, ალბათ, ყველასთან არა. ყველასთან. აი ხლა დროა დაუთმოთ ჩვენი ეთერი აი ამ პატარა ფერიებს, რომლებიც შემოფრინდნენ ჩვენ სტუდიაში და ელოდებიან, როდის გვაჩვენებენ თავიანთ ხელოვნებას. აბა ვნახოთ და ვისიამოვნოთ. Bravo, bravo. შესრულება არაჩვეულებრივი ფერიები ყავდნენ სტუდიაში. ასე აღნიშნა ჩვენმა გადაცემამ საერთაშორისო ცეკვის დღე და აი ამ არაჩვეულებრივ ნოტაზე უნდა დაგემშვიდობეთ. მაინც დავემშვიდობოთ ქალბატონ მაკასაც საბალეტო სტუდიის ხელმძღვანელი ქალბატონი მაკა მახარაძე იყო ჩვენ. წარმატებები და გილოცავთ კიდევ ერთხელ პროფესიულ დღესასწაულს. საწავიდე ახლა გამარჯობა.